ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უკრაინის ომი არასდროს დასრულდება. სიკვდილის ჭაობი ერთადერთია, რაც პუტინმა შეძლო შეექმნა. ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უკრაინასაც და რუსეთსაც გვირაბის ბოლოს სინათლე არ უჩანს. მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სხვაგვარად ფიქრობს. ის ამბობს, რომ დასასრული უკვე ჩანს და შეიძლება უფრო მალე მოვიდეს, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. მიზანი 2026 წლის ზამთარია. ამბიციურად ჟღერს. ასე უნდა იყოს, მაგრამ ზელენსკის ეს მიზანი უბრალოდ შემთხვევით და უსაფუძვლოდ არ დაუწესებია. უკრაინის ყველაზე რთულ პოზიციაში მყოფ კაცს გეგმა აქვს, რომლის საბოლოო მიზანიც პუტინისთვის ყველაზე დამამცირებელი მარცხია. რუსეთის ლიდერის იძულება მოლაპარაკებებზე წასვლისა და ომის დასრულების მიზნით, ისე რომ ის სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. 3 აგვისტოს ზელენსკიმ სიტყვით მიმართა უკრაინის სხვადასხვა საგარეო დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა შეხვედრის მონაწილეებს. უკრაინის პრეზიდენტს შეეძლო ეს ღონისძიება ზოგადი ფრაზების სათქმელად გამოეყენებინა, რომ შეექო ეს ადამიანები მათი მძიმე შრომისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ქება გაისმა, ზელენსკიმ დაინახა შესაძლებლობა განევითარებინა ის პროგრესი, რომელსაც უკრაინამ 2026 წელს აქამდე მიაღწია. ზელენსკის თქმით, მის წინ შეკრებილი ადამიანების დახმარებით, უკრაინას შეუძლია წელსვე და ასვე დაასრულოს ომი რუსეთთან. შესაძლოა მანამდეც კი. ჩვენ ძალიან ვეცდებით, რომ ეს ზამთრამდე შემოდგომაზე მოხდეს. ზელენსკიმ მასებს განუცხადა. თუმცა მან ეს განცხადება გაფრთხილებით შეარბილა, რომ ჩვენ კარგად გვესმის, ვისთან გვაქვს საქმე და რომ პუტინს სურს ომის გაჭიანურება. ეხლა უკრაინის მთავარი ამოცანაა ჩააქროს პუტინის იმედი, გახადოს შეუძლებელი რუსეთის ლიდერისთვის ომის გამართლება. იქნება ეს საკუთარი ხალხის წინაშე, თუ მთელი მსოფლიოს თვალში, იმის გამო თუ რა ძვირი უჯდება ეს რუსეთს. უკრაინამ პუტინს არ უნდა დაუტოვოს არჩევანი. ან გამოაცხადოს მშვიდობა და შეეგუოს საკუთარი მარცხის სირცხვილს, ან უკრაინა მთელ რუსეთს ჩააგდებს უბსკრულში, საიდანაც ამოსვლა 10 წლეულები დასჭირდება. 2026 წლის ზამთრის მიზანი შეიძლება ამბიციურად, თითქმის არარეალურადაც კი მოგუჩვენოს. ეს უკრაინას აძლევს დაახლოებით 5 თვეს, რომ დაასრულოს ომი, რომელიც 4 ნახევარი წელია მძვინვარებს. მაგრამ ზელენსკის აქვს გეგმა, სამმხრივი სტრატეგია, თითოეულს თავისი ინდივიდუალური მიზანი აქვს. ეს მიზნები ერთიანდება ერთში, შექმნას ტკივილი, რომელიც პუტინმა უნდა იგრძნოს, რათა საბოლოოდ გამოაცხადოს მშვიდობა, უთხრა ზელენსკიმ უკრაინის ელჩებს. ზელენსკიმ შექმნა განტოლება. დიპლომატია პლუს სანქციები პლუს გრძელ და საშუალო მანძილზე დარტყმები უდრის რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულს. ამ სამივე მიმართულება ერთმანეთზე ისეთივე მნიშვნელოვანია და ჩვენ დავიწყებთ იმით, რომელიც შეიძლება ყველაზე მოულოდნელი იყოს ამ სამეულში. დიპლომატიით. ზელენსკი არ მოუწოდებს უკრაინის დიპლომატებს, რომ რუსეთთან კომუნიკაციის ახალი არხები გახსნან. უკრაინამ ეს უკვე სცადა, მაგრამ არ გამოვიდა. მაშინაც კი როცა შუამავლად ასეთ შოში იყო. ამის ნაცვლად ზელენსკის გეგმაში უკრაინის დიპლომატების როლია მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიონ იმას, რასაც ზელენსკი უწოდებს საგარეო მიმართულებას პარტნიორებთან ურთიერთობებში, უკრაინის მთავრობისთვის. ზელენსკის სურს, რომ მეტი შეთანხმება გაფორმდეს, მეტი იარაღი შევიდეს უკრაინაში. და დასავლეთის დიპლომატიის ტალღა დაეხმაროს უკრაინას, რომ რუსეთის საფრთხეს გაუმკლავდეს. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე უკვე ვიხილეთ 2026 წელს. ზელენსკის გეგმის ამ ნაწილისთვის ზამთრის დახმარების პაკეტის უზრუნველყოფა ნომერ პირველი პრიორიტეტია. ეს უბრალოდ ფრაზა არ არის, აცხადებს ზელენსკი, ეს რეალობაა. უკრაინის პრემიერ-მინისტრს უნდა ჰქონდეს ზუსტი სია, რა სჭირდება უკრაინას ამ ზამთრისთვის და ვინ კონკრეტულად საგარეო პოლიტიკის მიმართულებით უნდა მიაღწიოს თითოეულ კონკრეტულ შედეგს, მიწოდებას, ან უკრაინისთვის მნიშვნელოვან და უდაოდ გადაუდებელ გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს ფინანსური საჭიროებების ზუსტ სიას, აღჭურვილობის ზუსტ სიას, კონკრეტული რესურსები, ჩვენი თემების კონკრეტული საჭიროებები და პოლიტიკური შეთანხმებები, რომლებიც საჭირო ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად, განაცხადა ზელენსკიმ დამსწრეებთან. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, დიპლომატია იწყება ზემოდან. უკრაინამ უნდა იცოდეს რა სურს, სანამ შეძლებს იმგვარი შეთანხმებების მიღწევას, რომლებიც მისი აზრით შესაბამის ზეწოლას მოახდენს პუტინზე. უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის მეტი, პატრიოტის რაკეტის და სხვა საჰაერო თავდაცვითი საშუალებების უზრუნველყოფა აშკარა პრიორიტეტია. ეს ხელს შეუშლის რუსეთს გამოიყენოს ბალისტიკური რაკეტების უპირატესობა, რის გამოც მან ბოლო დღეებში რამდენჯერმე დაარტყა კიევს. ამ დარტყმებიდან ერთ-ერთმა 10 ადამიანი იმსხვერპლა, როიტერსის ინფორმაციით. მაგრამ ამასთან ერთად, უკრაინის დიპლომატებმა უნდა განსაზღვრონ, რა გამოწვევები აქვს უკრაინას რეგიონულ და ეროვნულ დონეზე და გაარკვიონ, ვინ არის საუკეთესო პოზიციაში, რომ დაეხმაროს. შემდეგ კი ამ დიპლომატებმა უნდა გააკეთონ ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდით. დადონ შეთანხმებები. ზელენსკიმ დაასახელა რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის სლოვაკეთი, რუმინეთი, უნგრეთი, მოლდოვა და პოლონეთი, როგორც მეზობლები, რომლებთანაც ომლებთანაც უკრაინამ არსებული ურთიერთობები უნდა განავითაროს. და კიდევ ერთი რამ. დიპლომატებმა უნდა დაეხმარონ უკრაინას დრონების მიღებაში. ამის გაკეთება მათ შეუძლიათ დრონებზე მეტი შეთანხმების გაფორმებით. დრონებზე შეთანხმებების ფორმატით უკრაინა იღებს გრძელვადიან წლიურ დაფინანსებას, როგორც ქვეყნისთვის, ასევე უკრაინელი თავდაცვის მწარმოებლებისთვის, რაც თავდაცვის ინდუსტრიისთვის სტაბილურ ფინანსურ საფუძველს ქმნის. ჩვენი პარტნიორები კი თავის მხრივ იღებენ თანამედროვე თავდაცვის შესაძლებლობებს, განაცხადა ზელენსკი. ეს ის სფეროა, სადაც უკრაინის დიპლომატებმა უკვე გამოიჩინეს თავი. უკრაინის დიპლომატების არსებული ძალისხმევის შედეგად ქვეყანამ შეძლო თავისი მოკავშირეებთან დრონებზე 9 შეთანხმების გაფორმება. კიდევ 15 კი სხვადასხვა ეტაპზეა.
როგორც United 24 მედიამ 3 აგვისტოს გაავრცელა. ამ შეთანხმებებიდან თითოეული უკრაინას ეხმარება ისეთ საკითხებში, როგორიცაა დაფინანსება, ანსება, წარმოება და ახალი დრონების განვითარება, რომლებიც შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. დიპლომატიის წყალობითვე შეძლო უკრაინამ 103 მილიარდი დოლარის სესხის მიღება ევროკავშირისგან, რომელთაგან დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი ივლისის ბოლოს გამოიყო დრონებისა და გრიპენის გამანადგურებლების შესაძენად. საელჩოს მუშაობის ხარისხი უნდა შეფასდეს იმ იარაღის რაოდენობით, რომელსაც უკრაინა იღებს, იმ დაფინანსებით, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს და იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც მტერზე ზეწოლას ახდენს. ეს არის მკაფიო ცენტრალური ჩარჩო, განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტისთვის დიპლომატია მთავარია. რაც უფრო კარგად გაართმევს უკრაინა ამას თავს, მით უფრო მეტ იარაღს მიიღებს და მით უფრო მეტ შეთანხმებას დადებს უკრაინა. ორივე პუტინს დარტყმას აკენებს. და ეს მხოლოდ იმაში არ გამოიხატება, რომ უკრაინა ზრდის თავის შესაძლებლობას ავნოს რუსეთს. საქმე ამაზე მეტია. ზელენსკის გეგმის პირველი ნაწილის საბოლოო მიზანი, რომ ომი 2026 წლის ზამთრამდე დასრულდეს, არის პუტინისთვის იმის ჩვენება, რომ მისი მცდელობები უკრაინა და მისი მოკავშირეები გაერყო ჩავარდა. პუტინი ცდილობდა უკრაინის დასავლელი მოკავშირეები დაშინებით გაექო. ეს ყველაზე ნათლად ჩანს ჰიბრიდულ ომში, რომელიც მთელ ევროპაში რუსეთის ჩვეულებრივ ხერხად იქცა. სამხედრო მუქარები, კიბერშეტევები, ნატოს საჰაერო სივრცეში შეწრები და კიდევ ბევრი სხვა რამ პუტინმა გამოიყენა დაშინებისთვის. მას ჯერა რომ შიშია ის, რაც უკრაინისადმი მხარდაჭერის შეჩერებას შეძლებს. დიპლომატიისა და იმ შეთანხმებების მეშვეობით, რომელსაც უკრაინა აფორმებს, უკრაინა აჩვენებს პუტინს, რომ მისი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. სინამდვილეში ისინი საპირისპირო შედეგს აღწევენ და უკრაინის მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებენ. ეს წარუმატებლობა ზეწოლას ახდენს პუტინზე. და სწორედ ამიტომ არის დიპლომატია, ზელენსკის გეგმის პირველი მიმართულება. არის კიდევ ორი მიმართულება. და ახლა გავიგებთ რა არის ისინი და რატომ არის მნიშვნელოვანი. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო გადაცემას. თუ ჩვენი ვიდეოდან ახალ ინფორმაციას იღებთ, კიდევ ბევრი საინტერესო მასალა გვაქვს თქვენთვის. გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეტყობინებები, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი უკრაინის ომის ანალიზი. გადავდივართ მეორე მიმართულებაზე, სანქციები. ეს მიმართულება ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ზელენსკის გეგმის დიპლომატიურ ასპექტთან. მან ეს ძალიან ნათლად თქვა თავის გამოსვლაში, როდესაც აღნიშნა. მნიშვნელოვანია, რომ ყველას სრულად იყოს კონცენტრირებული და მიაღწიოს მეტ შედეგს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხში. ყველას შეუძლია დაინახოს, განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტების საფრთხე, რომელსაც რუსეთი ქმნის, რაც დღეს უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ. საფრთხე იზრდება. ამავე დროს რუსული საწარმოები, რომლებიც ბალისტიკურ რაკეტებს აწარმოებენ, ჯერ კიდევ არ ექვემდებარებიან მკაცრ გლობალურ სანქციებს. უკრაინის დიპლომატებმა უნდა იმუშაონ ქვეყნის მოკავშირეებთან, რათა წაახალისონ სანქციების დაწესება იმ რუსულ კომპანიებზე, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში არიან ჩართული. 17 ძირითადი საწარმოა, ამბობს ზელენსკი. მათ შორის ისინიც, რომლებზეც უკვე დაწესებულია სანქციები, ხვრელებსა და ხარვეზებს იყენებენ, რათა რუსეთის საომარი მანქანა გააგრძელოს მუშაობა. ამ ხარვეზების დახურვა აუცილებელია ახალი სანქციების დაწესებასთან ერთად. ამისთვის უკრაინამ უნდა უზრუნველყოს პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ყოველდღიური კომუნიკაციაც კი. ამ გეგმის ეს ნაწილი შეიძლება ცოტათი ხარბადაც კი მოგოჩვენოს უკრაინის მხრიდან. ბოლოს და ბოლოს რუსეთი უკვე ათასობით სანქციის ქვეშაა, რომელთა უმეტესობა უკრაინის მოკავშირეებმა დააწესეს. კასტელუმის მიხედვით, უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა რუსეთს წინააღმდეგ ჯამში 26645 სანქცია დააწესეს. მათგან 23960 სანქცია სრულმასშტაბიანი შეწრის დაწყების შემდეგ დაწესდა. ყველაზე დიდი წილი აშშ-ზე მოდის 6441 სანქცია. თუმცა კანადა, საფრანგეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო და ევროპის კავშირიც მნიშვნელოვან წვლილს იდებენ. თითოეულ მათგანს რამდენიმე ათასი სანქცია აქვს დაწესებული. ასევე კიდევ უფრო მეტი სანქცია იგეგმება რუსეთის წინააღმდეგ. 23 ივლისს ევროკავშირის საბჭომ მიიღო თავისი 20 პირველი სანქციების პაკეტი, რომელიც რუსეთში 48 ფიზიკურ პირს და 170 იურიდიულ პირს შეეხება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე, ასევე კრიპტოვალუტასა და ფინანსურ მომსახურებებზე. გარდა ამისა, აშშ სენატმა პირველი ეტაპი გაიარა დიდი ხნის გადადებული რუსეთის სანქციების კანონპროექტის, რომელიც თავდაპირველად ველად ლინდსი გრემმა წარადგინა. მეტი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მიღებულ იქნას კანონი, რომელიც აშშ-ს მისცემს უფლებას დააწესოს მეორადი სანქციები რუსი მყიდველების მიმართ. მაგრამ ეს ძლიერი დასაწყისია. და თუ დაუშვებთ, რომ ეს კანონპროექტი კანონად იქცევა, ის რუსეთს მნიშვნელოვნად ავნებს, რადგან მის ნავთობის მომხმარებლებს რთულ მდგომარეობაში ჩააკენებს. ამიტომ ჩვენ გვესმის არგუმენტი, რომ უკრაინა მეტ სანქციას ითხოვს მაშინ, როცა უკვე ბევრი სანქცია მოქმედებს. მაგრამ ამ არგუმენტს ორი პასუხი აქვს. პირველი, რამდენი სანქციაც არ უნდა იყოს უკვე დაწესებული, ყოველთვის შეიძლება კიდევ მეტი იყოს. თუ მიზანი რუსეთის ეკონომიკის დასუსტებაა, მაშინ უკრაინა სურს, რომ მისმა მოკავშირეებმა მაქსიმალურად გაამკაცრონ სანქციები. მეორე, ერთი რამ არის სანქციების დაწესება, მაგრამ სულ სხვა მათი ეფექტურად აღსრულება. და სწორედ ამ ხარვეზის შევსება სურს უკრაინას ზელენსკის გეგმის მეორე მიმართულებით. ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთის ეკონომიკა ამდენ ხანს გადარჩა, არის ის, რომ ქვეყანამ შეძლო სანქციების თავიდან აცილება იმდენად კარგად, რომ მილიარდობით დოლარი კვლავ შემოდის. ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტი, რომელიც რუსულ ნავთობს მთელ მსოფლიოში აწვდის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის შეფასებით, წელიწადში 100 მილიარდ დოლარამდე გამოიმუშავებს. რუსეთმა ასევე ხშირად გამოიყენა კრიპტოვალუტა ტრანზაქციების დასაფარად,
სწორედ აქ ერთვება ევროკავშირის ბოლო პაკეტი და მიზანმიმართული კალდდება იმ საქონლის საბოლოო გამოყენების შესახებ, რომელსაც ყიდის ან ყიდულობს. რუსეთი იყო ცფიერი და მათყუ არა იყო. რაც საშუალებას აძლევდა ნატოს გაკიდვას და კრიტიკული იარაღის კომპონენტების შემოტანას. ზელენსკის გეგმა აუცილებლად არ ითვალისწინებს დამატებით სანქციებს, თუმცა მეტი ყოველთვის მისასალმებელი. ის მოუწოდებს უკრაინის დიპლომატებს იმუშაონ უკრაინის პარტნიორებთან ერთად, რათა დახურონ ეს ხარვეზები. გრეჰემის კანონ პროექტი კარგი მაგალითი იქნება თუ ის კანონად იქცევა. ტარიფების დაწესება იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ, სანქციების მოქმედებას მოსკოვის ფარგლებს გარეთ ავრცელებს. ეს არის ის, რასაც უკრაინა ეძებს. სტრუქტურები უკვე არსებობს. ეხლა უკრაინა სჭირდება, რომ მისმა დიპლომატებმა უკეთესი აღსრულებისთვის იბრძოლონ. რაც შეეხება ამ მიმართულების მიზანს, ის ძალიან მარტივია. აიძულონ რუსეთი, რომ პუტინის ომის დასაფინანსებლად, თანხების მოსაპოვებლად იბრძოლოს. ფულის გადაკაჩო კრემლის საომარი ბიუჯეტიდან ნიშნავს, რომ პუტინი ფულის ცხაროების ძიებისას სულ უფრო სასოწარკვეთილი ხდება. ეს სასოწარკვეთა უკვე აშკარად ჩანს. ივლისის ბოლოსკენ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის საბაზო საპროცენტო განაკვეთი 14%-მდე შეამცირა. ეს მაინც აბსურდულად მაღალია, მაგრამ შენცირება საჭირო იყო, რადგან რუსეთი ცდილობს ხალხმა სესხების აღება დაიწყოს. ეს არ იმუშავებს. უკვე პანიკაა ქვეყნის ინვესტორებს შორის, რადგან რუსეთის საფონდო ბაზარი ეცემა და ფინანსთა სამინისტრო ჯერ კიდევ ცდილობს დაფაროს მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი და მოემსახუროს ძვირად ღირებულ სახელმწიფო ვალს, ითხოვინება Moscow Times-ი. ეს დეფიციტი, როგორც ჩანს, წლის ბოლოსთვის დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი იქნება, ნაცვლად იმ 47,7 მილიარდი დოლარისა, რასაც რუსეთი ელოდა. მცირე ბიზნესები რუსეთში რეკორდული ტემპით იხურება. მხოლოდ 2026 წლის პირველ 3 თვეში 200,000 მცირე და საშუალო ზომის რუსული კომპანია დაიხურა. რუსეთი ბანკების კრიზისის ზღვარზეა ცუდი სესხების გამო და ინფლაცია კვლავ იზრდება. ივნისში 6%-ს მიაღწია მას შემდეგ, რაც მაისში წლის საუკეთესო მაჩვენებელზე 5.3%-ზე დაეცა. რუსეთი ფინანსური უფსკრულის ზღვარზეა. ზელენსკის გეგმის მეორე ნაწილი, რომ ომი ზანთრამდე დასრულდეს, მიზნად ისახავს რუსეთი ამ უფსკრულში გადაჩეხოს. და ბოლოს მივდივართ მესამე ნაწილზე, შორი და საშუალო მოქმედების დარტყმები. ეტი ასეთი დარტყმაა დღის წესრიგში, რადგან თითოეული მათგანი აზიანებს რუსეთის ეკონომიკას, ანგრევს მის სამხედრო მანქანას იმ ტერიტორიაზე, რომელიც უსაფრთხოდ მიიჩნეოდა და საბოლოოდ იწვევს რუსეთის ძალებში მეტ მსხვერპლს. ამ ეტაპზე ჩვენ ვერ შეგვიძლია 100%-იანი სიზუსტით ვიწინასწარმეტყველოთ, როდის იქნება წარმატებული ჩვენი ყველა დიპლომატიური ძალისხმევა. უკრაინის გრძელვადიანი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენი საშუალო რადიუსის დარტყმები და ყველა ის სანქცია, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაუწესებიათ, შექმნის იმ ზეწოლის დონეს, რომ რუსეთს აღარ დარჩება სხვა გზა, გარდა მშვიდობის. ზელენსკიმ განაცხადა. ის არ ცდება. სამივე მიმართულება შეიძლება ჩავარდეს, მაგრამ თუ უნდა იმუშაოს, მაშინ უკრაინის მუდმივი დარტყმები კიდევ უფრო მასშტაბური, შორეული და ეფექტური უნდა გახდეს ვიდრე ახლა. ზელენსკი უკვე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მოხდეს. ამ წუთებში უკრაინა ასრულებს 40 წრიან კამპანიას, გრძელ და საშუალო მანძილზე დარტყმების, რომლებიც სპეციალურად შერჩეულ სამიზნეებზე ხორციელდება, რათა აგრესორ სახელმწიფოზე გავლენა მოახდინოს და ომის დასრულება აიძულოს. უკრაინა არ აჩვენებს არანაირ განზრახვას, რომ შეისვენოს ამ 40 დღიანი სერიის დასრულების შემდეგ. ივლისის ბოლოსკენ ზელენსკიმ გაამხილა, რომ უკრაინამ შეადგინა პრიორიტეტული სამიზნეების ახალი სია, რომელთა დათმასაც სავარაუდოდ დაიწყებს მაშინვე, როგორც კი 40 დღიანი კამპანია დასრულდება. შეტყობინება ნათელია. დრონის შემდეგ უნდა შევიდეს რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 2026 წელი გახდა ის წელი, როდესაც ასეთი ტიპის დარტყმები ნამდვილად წინა პლანზე წამოიწია. უკრაინის დრონების მოქმედების არეალი იმდენად გაიზარდა, რომ წლის პირველ 7 თვეში რუსეთის 52 რეგიონს დაარტყა. United 24 Media აღნიშნავს, რომ უკრაინამ 2025 წელს 36 რეგიონს დაარტყა, ასე რომ 52 მნიშვნელოვანი ზრდა. და ეს ამყარებს უკრაინის ნარატივს, რომ რუსეთში აღარაფერი არის უსაფრთხო. 2026 წლის დასაწყისიდან უკრაინის დრონებმა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თითქმის 200-ჯერ მიიტანეს იერიში. მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო 2500 კილომეტრზე მეტი მანძილიდან განხორციელებული იერიში სიბირის ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. შედეგად რუსეთის რეგიონების თითქმის 90%-ს საწვავის გატიდვებზე შეზღუდვების დაწესება მოუწია. საშუალო მანძილზე კი უკრაინამ არაერთხელ და ძლიერად დაარტყა 700 კილომეტრიან R280 ავტომაგისტრალზე, რომელიც რუსეთის ძირითად ტერიტორიას კრიმთან და უკრაინის სამხრეთ რეგიონებთან აკავშირებს. ამ გზატკეცილზე განხორციელებული ფიური დარტყმების რაოდენობა იანვარში 20-ზე ნაკლები იყო, ხოლო ივნისში 130-ს გადააჭარბა. წყალში უკრაინამ ბრძოლა გადაიტანა ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფრთილოვანი ფლოტის გემებზე, რომლებიც კრიმის ნახევარკუნძულს ნავთობით, საკვებითა და მარაგებით ამარაგებენ. სამი კვირის განმავლობაში, ივლისში, უკრაინამ შავი ზღვისა და აზოვის ზღვის აკვატორიაში 201 ჩრდილოვანი ფლოტის გემი დაარტყა. და ოკუპირებულ უკრაინაში ხაზებს მიღმა დრონები მუდმივად დაფრინავენ, რათა გაანადგურონ რუსული ლოგისტიკა და დაასუსტონ ფრონტის ხაზზე შეტევები. რაც დიდ როლს თამაშობდა იმაში, რომ რუსეთმა ივლისში რეკორდული რაოდენობის 42860 ჯარისკაცი დაკარგა. გრძელ და საშუალო მანძილზე დრონების დარტყმები ეფექტიანია. აი რატომ ითხოვს ზელენსკი კიდევ უფრო მეტ მათგანს, როგორც თავისი სტრატეგიის მესამე მიმართულებას. რაც შეეხება იმას, რას არწევენ ეს დარტყმები, ყველაფერი პუტინზე ზეწოლას ეხება. არა ეკონომიკურ ზეწოლას, არამედ სოციალურ ზეწოლას. ომის, რომელიც პუტინმა დაიწყო,
რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნებით, უკრაინა ცდილობს პუტინის ხალხი მის წინააღმდეგ განაწყოს. არსებობს მიზეზი, რატომაც პუტინის რეიტინგი ყველაზე სწრაფად დაეცა ომის დაწყების შემდეგ და რატომაც კონფლიქტოლოგიისა და რუსეთის ანალიზის ინსტიტუტის ივლისის გამოკითხვა მაჩვენა, რომ გამოკითხულთა 81%-ს სურს უკრაინის ომის დაუყოვნებლივ დასრულება. ბევრი რუსი პუტინის ომით ისევე დაღლილია, როგორც მათი უკრაინელი მეზობლები, განსაკუთრებით ახლა, როცა შორ მანძილზე მოქმედი დრონები მათ ამდენ პრობლემას უქმნის. ეს არის ზელენსკის გეგმის სამი ძირითადი მიმართულება. ერთად, ეს მიმართულებები ისეა დაგეგმილი, რომ პუტინს არ დაუტოვოს სხვა რეალური ალტერნატივა, გარდა მშვიდობის. ზელენსკის თქმით, ახლა მიზანია ამ სამ სტრატეგიაზე დაკრდნობით პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანონ 2026 წლის ზამთრისთვის. ამისთვის საჭიროა მეტი შეთანხმება გაფორმდეს, მეტი სანქცია ამოქმედდეს და მეტი დრონი აფრინდეს. ყველა ეს უკრაინის შესაძლებლობებშია. მაგრამ ერთი დიდი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. იმუშავებს თუ არა ეს გეგმა? შეიძლება იმუშაოს, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკი კარგად აცნობიერებს, რომ ახლა უკრაინა საქმე აქვს შეპყრობილ გიჟთან, რომელიც მშვიდობას აღიქვამს როგორც საბოლოო მარცხის ნიშანს. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ მიზეზით გეგმის წარმატება გარანტირებული არ არის. ამ თუთებში ვრცელდება ხმები, რომ ვლადიმირ პუტინი ემზადება 500,000 რუსი ჯარისკაცის მობილიზებისთვის, სავარაუდოდ რუსეთის სექტემბრის სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ. ეს არ არის ის საქციელი, რასაც მშვიდობაზე ფიქრის მსურველი დესპოტი გააკეთებდა. თუმცა ეს სწორედ ის საქციელი, რასაც გააკეთებდა სასოწარკვეთილი ადამიანი, რომელსაც არაფერი შეუძლია გააკეთოს იმის წინააღმდეგ, რომ რუსეთის დანაკარგები აღემატება მოხალისეების რეკრუტირების შესაძლებლობას. თუ რუსეთი მობილიზაციას გამოაცხადებს, ვლადიმირ პუტინი ისეთი მასშტაბური უკუგების წინაშე დადგება, რომ ეს შეიძლება მისი პრეზიდენტობის დასასრულიც კი გახდეს. სულ მცირე, ეს უკუგება კიდევ უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს მასზე. თუ ამას დავუმატებთ ვოლოდიმირ ზელენსკის გეგმის სამ მიმართულებას, რომლებიც ასევე ზეწოლის შექმნაზეა ორიენტირებული, არსებობს ძალიან რეალური შესაძლებლობა, რომ ვლადიმირ პუტინის პოზიცია მალე აღარ იყოს მდგრად. მალე შეიძლება ნიშნავდეს 2026 წლის ზამთარს, მხოლოდ დრო გვიჩვენებს. თუ ვოლოდიმირ ზელენსკის გეგმა არ გაამართლებს, ეს მაინც ნამდვილი მარცხი არ იქნება. ვლადიმირ პუტინი შეიძლება მშვიდობას არ დათანხმდეს, მაგრამ ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ 2026 წლის ბოლოსთვის უკრაინა უფრო ძლიერ პოზიციაში იქნება, ვიდრე წლის დასაწყისში იყო, და ეს ყველაფერი ამ გეგმის დამსახურებაა. ეს გარკვეულწილად ორივე მხრივ გამარჯვებაა უკრაინისთვის, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ზეწოლა შედეგს გამოიღებს. უკვე საკმაოდ დიდი ზეწოლა განიცადა ვლადიმირ პუტინმა. კიდევ მეტი მოდის. ზეწოლას მხოლოდ უკრაინა არ ახორციელებს. ვლადიმირ პუტინის ომის კრიტიკა მოულოდნელი წყაროებიდანაც დაიწყო, მათ შორის იმ ადამიანისგან, რომელიც თითქოს მისი მოკავშირეა და რომელიც პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტის წინ. ეს პუტინისთვის უსაზღვრო დამცირება იყო. ზურგში დანის ჩაცემა, რომელიც ყველას თვალწინ პრისით მოხდა. ყველაფერს ამაზე გაიგებთ, თუ ჩვენს ვიდეოს ნახავთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რადგან ჩვენ გაწვდით უკრაინის ომთან დაკავშირებულ უახლეს ამბებს. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.